პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის მწარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭიტანავასთან ერთად. რადიო იმეცი ტერაბაიტი. გადაცემას ტერაბაიტი წარმოგიდგენთ კომპიუტერების და გონიერი ტექნოლოგიების კომპანია Alta. Samsung Laflori. საუკეთესო საჩუქარი მანდილოსნებისთვის, მხოლოდ Alta-ში, განსაკუთრებული შეფუთვით. Alta, გაზაფხულის პარტნიორი. ტაივანური კომპანია Asus-ი, რომელიც ხშირად ინოვაციური პროდუქტებით ცდილობდა მომხმარებლის მოხიბლას, დღესაც აგრძელებს მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებას. ამჟამად Asus-ი პირველი და ერთადერთია, ვინც თანამედროვეობის ორი უმთავრესი პრაქტიკული და პოპულარული პორტატული მოწყობილობა გააერთიანა. მოკლედ, თუ შეიძენთ Asus პატფონს, ერთის ფასად მიიღებთ ორ ნივთს, smartphone-სა და პლანშეტს. თუმცა ტექნიკური პროგრესის ამ ეტაპამდე ბრენდმა განვითარების საინტერესო გზა გაიარა, რომელიც 1999 წელს იღებს სათავეს. პროფესიით ინჟინერმა ოთხმა აზიელმა კომპიუტერული ტექნიკისა და ელექტროტექნიკის საწარმოებლად კომპანია შექმნეს. დამფუძნებლებს ახალი ორგანიზაციისთვის ისეთი სახელი შერჩევა უნდოდათ, რომელიც ლათინური ანბანის პირველი ასოთი დაიწყებოდა, ნიშნად პირველობისკენ და მწვერვალებისკენ სწრაფვისა. ბევრი ფიქრის შემდეგ ბერძნული მითოლოგიიდან შემორჩენილ პეგასუსს, ანუ ფრთოსანი მერნის ამ სახელწოდებას წინა 3 ასო მოუხსნეს. შედეგად გაჩნდა ახალი ბრენდი Asus Tech Computers Incorporated. დღეს უკვე Asus-ი მომხმარებლებს ახალ სეგმენტს თავაზობს და მსოფლიო ბაზარს დიზაინითა და ხარისხით გამორჩეული smartphone-ისა და ასევე დახვეწილი პლანშეტის ჰიბრიდით იპყრობს. უჩვეულოდ მსუბუქი, სულ რაღაც 8.3 მმ სისქის Asus-ის ჭკვიანი მობილური Android-ზე მუშაობს. როცა მისი მფლობელისთვის smartphone-ის ზომები სხვადასხვა მიზეზით არასაკმარისი იქნება, ტელეფონს მოათავსებს პლანშეტის კორპუსში და უსადენო ყურმილი სრულიად გარდაისახება პლანშეტად. ანუ ტელეფონიდან პორტატულ კომპიუტერულ მოწყობილობაში ინფორმაციების გადასატანად არ დაგჭირდებათ არანაირი სადენი. მართალია პლანშეტს თავისი დამოუკიდებელი აკუმულატორით თუ შესანიშნავი ფოტოკამერები გააჩნია, იგი არ მუშაობს smartphone-ის გარეშე. ტელეფონი მისი ასე ვთქვათ პროცესორია და თუ გნებავთ გულიც. ტერაბაიტი. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემას ტერაბაიტი წარმოგიდგენთ კომპიუტერების და გონიერი ტექნოლოგიების კომპანია Alta. გაზაფხულის პარტნიორი. Asus Padfone 2 საოცრად პრაქტიკული და ეფექტური საშუალებაა საქმიანი ადამიანებისთვის. იგი მოსახერხებელი პორტატული მოწყობილობის ერთობლიობაა. Android-ის პროცესორის წყალობით ეს ჰიბრიდი მარტივად გამოსაყენებელია ინტერნეტში საქეკად, ფოტოების სათვალიერებლად და ტექსტის დასაწერადაც კი. ეს ყველაფერი არაა. ვთქვათ, ტექსტზე მუშაობისას თუ ტაჩპედი თქვენთვის ნაკლებად მოსახერხებელია, შეგიძლიათ smartphone-ისა და პლანშეტის ნარევი დამატებით დოკ სადგურს, ანუ კლავიატურას მოარგოთ და მიიღებთ სრულფასოვან ნოუთბუქს. ამ შემთხვევაშიც ტექნოლოგიური სამეულის ნაერთის მაგენერირებელი ძალა ისევ და ისევ Asus-ის ჭკვიანი ტელეფონია. იგი ისეთი ტექნიკური შესაძლებლობების მქონეა, რომ არ ჩამოუვარდება არათუ ნეტბუქს, არამედ ზოგიერთ ნოუთბუქსაც კი. Asus-ის ეს smartphone 4 ბირთვიანი პროცესორითაა, მისი ოპერატიული მეხსიერება 2 გიგაბიტია. რა თქმა უნდა, აქვს 3G შესაძლებლობა და აღჭურვილია 13 მეგაპიქსელიანი კამერით. ეს ყველაფერი კი Asus-ის ახალ პორტატულ ნაკრებს ძლავ და ეფექტურ მოწყობილობად წარმოაჩენს. რაც ყველაზე მთავარია, პლანშეტზე მუშაობისას ტელეფონზე დარეკვას თუ მოისურვებთ, ან ვინმე დაგირეკავთ, პორტატული მოწყობილობიდან smartphone-ის გამოძრობა სულაც არაა საჭირო. სხვა მსგავსი მოწყობილობებისგან განსხვავებით, ტაივანური კომპანიის ეს პლანშეტი სატელეფონო დიალოგის საშუალებასაც იძლევა. ცალკე გამოყოფის ღირსია Asus-ის ჰიბრიდის ფოტო და ვიდეო შესაძლებლობები. 13 მეგაპიქსელიანი ცალ-ცალკე კამერები გააჩნიათ როგორც smartphones, ასევე პლანშეტს. სხვათა შორის, პლანშეტის ეკრანის ტელეფონთან შედარებით დიდი ზომა ვიდეო გადაღებისას ფრიად მოსახერხებელია. რაც შეეხება ფოტოს, თვალში საცემია მისი სერიული გადაღების სისწრაფეც, წამში 6 კადრი. ასეთი შესაძლებლობა დღეს არსებულ არც ერთ smartphones არ გააჩნია. გარდა ამისა, პატფონის კამერას დამატებულია ეგრეთ წოდებული beautification, რაც ფოტოს სიმკვეთრესა და ცოცხალ ფერებს მატებს. Asus-ის ამ გამორჩეული ტექნოლოგიური ჰიბრიდის მუშაობის ხანგრძლივობაც იშვიათი მაჩვენებლისაა. მარტო მობილურით Wi-Fi-ის გამოყენებით ინტერნეტში მუშაობა 13 საათი შეგიძლიათ, ვიდეოს ყურება 9 საათი, 3G რეჟიმში საუბარი 16 საათი, ხოლო მისი მოლოდინის რეჟიმში მუშაობა 2 კვირა გრძელდება. თუ ტელეფონს პლანშეტში გარდასახავთ, ამ შემთხვევაში ზემო ჩამოთვლილი მაჩვენებლები ორმაგდება. ანუ ვთქვათ,
ხოლო ინტერნეტ სივრცეში მოგზაურობა ყოველგვარი დამუხტვის გარეშე მთელი 39 საათი შეგეძლებათ. ახლა ჩვენ Asus Padfone 2-ის შესაძლებლობები განვიხილეთ, რომლის გაყიდვების მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში უკვე 2 მილიონს აღწევს. საქართველოში კი თითზე ჩამოსათვლელია ადგილები, სადაც ამ უნიკალური ტექნოლოგიური ნაკრების ერთობლიობა შეიძენთ. ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტი, რომლის დახლებსაც Asus Padfone 2 ამშვენებს, Alta-ა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ინტერნეტ გვერდი alta.g. პროგრესი, ევოლუცია, ახალი ტექნოლოგიები, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა. რა სიახლეს გვთავაზობენ მსოფლიოში აღიარებული ციფრული ტექნიკის მწარმოებელი ფირმები. ყველაზე უახლესი ინფორმაცია და ცნობილი ბრენდების უცნობი ისტორიები. შენი ყოველდღიური მეგზური უხილავ ციფრულ სამყაროში. გადაცემა ტერაბაიტი. ზაზა ჭითანავასთან ერთად. რადიო იმეცე ტერაბაიტი. გადაცემას ტერაბაიტი წარმოგიდგენთ კომპიუტერების და გონიერი ტექნოლოგიების კომპანია Alta. Samsung Laflori. საუკეთესო საჩუქარი მანდილოსნებისთვის, მხოლოდ Alta-ში. განსაკუთრებული შეფუთვით. Alta, გაზაფხულის პარტნიორი.